გიორგი მიქაუტაძე ფრანგული ლიონიდან კარიერას ესპანურ ვილიარეალში გააგრძელებს. ინფორმაციას წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემები ადასტურებენ. სატრანსფერო თანხა 30 მილიონ ევროა, რაც ნიშნავს იმას, რომ მიქაუტაძე საქართველოს ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მონაწილე გახდა. ქართველ ფეხბურთელში ამაზე მეტი თანხა ერთ კონკრეტული ტრანსფერისას მხოლოდ ორჯერ არის გადახდილი. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან PSG 75 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ხოლო ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო უფლებები 35 მილიონ ევროდ გამოისყიდა. გიორგი მიქაუტაძემ 2024-25 წლების სეზონიდან მოყოლებული ლიონის მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი და 11 საგოლე პასი. ცნობისთვის ვილიარეალმა ლა ლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი აქვს. ვალენსიური კლუბი წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ლიგის ფაზაში შემდეგ მეტოქეებს შეხვდება ლევერკუზენი, დორტმუნდი, პაფოსი, ტოტენჰემი, აიაქსი, კოპენჰაგენი, იუვენტუსი და მანჩესტერ სიტი.